ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო. წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის 362,000 ლარია გამოყოფილი, რასაც თანადაფინანსების სახით მუნიციპალური ბიუჯეტის თანხებიც დაემატება. საერთო ინტერესებიდან გამომდინარე რამდენიმე სოფელში თანხები გაერთიანდება. ზოგიერთ სოფელს დაგროვილი გასული წლის აუთვისებელი თანხა აქვს, რაც მაღალ ბიუჯეტიანი პროექტის შესრულების შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრები გაიმართა გუდაურის, კობის, გორისციხისა და სიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი მოადგილესთა და რწმუნებულებთან ერთად ყველა შეხვედრას დაესწრო. გარეგანათება მოეწყობა გორისციხეში, კობში, კეტრისა და აბანოში. ხიდების აღდგენა, რეკონსტრუქციის სამუშაოები განხორციელდება უხათში, ნოყყაუსა და სუატისში. სასაფლაო შეიღობება გუდაურში. ხელშესა და ყანოვში სპორტული მოედანი მოეწყობა. საბავშვო სივრცის მოწყობის შესახებ იმსჯელეს ვარდისუბანში. ალმასიანში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება, ყარშეთში კი გზისპირა ინფრასტრუქტურის. ხურთისში სკვერის მიმდებარედ სველი წერტილი მოეწყობა. 4 თებერვლიდან 7 თებერვლის ჩათვლით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საპროექტო წინადადებებზე 35 სოფელში იმსჯელებენ.